პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელსაც დღესვე მიიღებს სრულებების თანახმად კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პარტიასთან კავშირში მყოფი ადამიანები ვეღარ იყრიან კენჭს არჩევნებში, ვერ მიიღებენ პოლიტიკურ თანამდებობას და ეკრძალებათ პოლიტიკური პარტიის შექმნა. სოფო ბერიძე გვერდდება პირდაპირ ეთერში დეტალებით. საპარლამენტო ოპოზიცია ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიამ საბოლოოდ დაანახა საქართველოს საზოგადოებას საკონსტიტუციო სარჩელის აუცილებლობა. ხალხის ძალაში მიაჩნიათ, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი ვერ გაჯანსაღდება იმ დრომდე, ვიდრე დანაშაულებრივი რეჟიმი პოლიტიკიდან არ გაქრება. მმართველი პარტია საუბრობს იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო სარჩელი არის ერთადერთი სწორი გზა რადიკალიზმისგან დაბინძურებული პოლიტიკური ველის გასუფთავებისთვის. დამატებით ხელისუფლებას საუბრობს იმის შესახებ, რომ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას პრაქტიკულად დარღვეული აქვს კონსტიტუციის ყველა მუხლი, რომელიც დაკავშირებული არის უზენაეს კანონში სწორედ პარტიების აკრძალვასთან და პირდაპირ ამბობს მმართველი პარტია, რომ კონსტიტუციის წინააღმდეგ მებრძოლი პარტიები აუცილებელია რომ აიკრძალონ. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით აკრძალულია ისეთი პარტიის შექმნა, რომელიც დემოკრატიის წინააღმდეგ იბრძვის ქვეყანას და შესაბამისი საფუძვლებით არის ჩამოთვლილი, რომელიც თითოეული მათგანი აქვს დარღვეული კოლექტიურ ნაცმოძრაობას და უშუალოდ ნაციონალურ მოძრაობას, მასთან დაკავშირებულ პირებს, რომლებიც ხრიდნენ სისხლიან რეჟიმს და ასევე იმეგრეთ წოდებულ პარტიებს, რომლებიც ეხლა სხვადასხვა რეგისტრირებულ პარტიებში არიან გაწევრებულები და გაერთიანებულები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციის წინააღმდეგ მებრძოლი, ხალხის ინტერესის წინააღმდეგ მებრძოლი პარტიები გაუქმდეს, აიკრძალოს, რასაც ითხოვს კიდეც საქართველოს კონსტიტუცია, ხოლო შესაბამის პირებს პოლიტიკური საქმიანობას კონდეთ აკრძალული, ისევე როგორც ეს არის გათვალისწინებული საერთაშორისო პრაქტიკით და არაერთი ქვეყნის საკანონმდებლო სივრცით. ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი იმისთვის, რომ რადიკალიზმისგან დაბინძურებული პოლიტიკური ველი, რომელიც უკვე 2012 წლიდან დღემდე გრძელდება, მაშინ როცა კოლექტიური ნაცმოძრაობა ცდილობს ყველანაირად დააზარალოს და დააზიანოს საკუთარი ქვეყანა რადიკალიზმით, ექსტრემიზმით, მოხდეს მსგავსი ტიპის ექსტრემისტული პარტიების აკრძალვა და მათ ნაცვლად დემოკრატიულ საზოგადოებაში შეიქმნას დემოკრატიული ოპოზიციის კონკრეტული მაგალითები, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის. საგამოძიებო კომისიამ საბოლოოდ დაადგინა ეს ფაქტი და აუცილებლობა დაანახა ყველას აბსოლუტურად, მათ შორის მმართველ პარტიას, რომ აუცილებელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი იქნეს შეტანილი. როგორც გერმანიას არ ეშველებოდა არასდროს, რომ არ აეკრძალათ ნაციონალ-სოციალისტური ფაშისტური პარტია, ისე არ ეშველება საქართველოს სანამ არ აიკრძალება, რომლებიც ვიმეორებ, საჯაროდ აზიანებენ და თან ამაყობენ საკუთარ ქვეყანას. ასე რომ ეს არის ბუნებრივი პოლიტიკური პროცესი და დიდი იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც ბევრი მტკიცებულებების მოძიება არ დაჭირდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არსებობს, გააუქმებს ნაცმოძრაობას თავის სატელიტებთან ერთად. პარტიებთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით სწორედ ახლა განიხილავს. დღესვე გაიმართება მესამე მოსმენა, საბოლოოდ ორივე მოსმენა შედგება პლენარულ სხდომაზე და დღის ბოლომდე პარლამენტი ახალ საკანონმდებლო ინიციატივას საბოლოოდ დაამტკიცებს. მადლობა სოფო ბერიძე.